მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არ ღმერთს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ. დღევანდელ დღეს დანოდაც მანო მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის პირველ კვირას აღასრულებს ყოველთვის ტრადიციულად დღესასწაულს, რომელსაც უწოდებთ მართლმადიდებლობის ზეიმს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის აი ამ მართლმადიდებლობის ზეიმს და როგორია მისი ისტორია, მე შევეცდები ორიოდე სიტყვით გითხრათ. პირველ რიგში ეს ზეიმი იმისი ზეიმი არის, რომ დიდმარხვა, როდესაც იწყება, ჩვენ განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა გადავრთოთ ჩვენი თავი, ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ცნობიერება, ყველაფერი ეს ერთმთლიანად ხდება. არ არის რაღაცა ცალ-ცალკე მოცემულობა, რომ მხოლოდ კვებით გარემოს შეცვლი ეხლა შენ და ასე ჩაერთვები მარხვაში, არა. უნდა შეცვალო ესეც, უნდა შეცვალო შენი გონებრივი დამოკიდებულება ლოცვისადმი, დამოკიდებულება ადამიანისადმი, ეკლესიისადმი, სხვა უნდა გახდე. ისევე როგორც პავლე მოციქული წერს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში არის ესეთი სიტყვები, რომ არც წინა დაცვეთილება რამეს ნიშნავს, არც წინა დაუცვეთელობაო, არამედ ახალი ადამიანი. ანუ თანამედროვე ქართულად შეიძლება როგორ ითქვას ეს იცით, რომ არც მონათლულობა ნიშნავს რამეს და არც მოუნათლაობა, არამედ ახალი ადამიანი. და ეს მარხვა სწორედ მსახურება, მისწრაფება არის იმისკენ, რომ შეიქმნას ახალი ადამიანი. არა იმით, რომ მონათლული ვარ, მართლმადიდებელი ვარ და ეკლესიაში დავდივარ, არა, ესეც არ არის საკმარისი, განახლება გჭირდება და დააკვირდით, ყოველთვის გაზაფხულზე არის ხოლმე ეს ამბავი, ისე იმიტომ, რომ ბუნებაც ამ დროს განახლებას აკეთებს, აღდგება ყველაფერი ეს დღესო გაიხედავ გარეთ შეიძლება კი ვერ დარწმუნდი ამაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სააღდგომოთ იმედი მაქვს, რომ დარწმუნდებით, რომ ეს განახლება ნამდვილად შემოდის ბუნებაშიც კი. ამიტომაც ეს მართლმადიდებლობის ზეიმი სწორედ ის გახლავთ, რომ შენ რომ ამ ახალ რეჟიმზე გადაერთე და ეს ახალი რეჟიმი შენთვის ცოტა საძნელო საქმე რომ არის, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ კვება შეზღუდე, თუნდაც ის რომ ძილი შეზღუდე, თუნდაც ის რომ გართობა შეზღუდე და რაღაცას აღარ უყურებ ან აღარ მიდიხარ ამ გასართობ ადგილებში, შესაბამისად ეს შეზღუდვები შენში დისკომფორტს იწვევს და ამ დისკომფორტის როგორ გითხრათ, გასაბათილებლად ეკლესია გეუბნება დღეს, რომ ეს არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზეიმი და ამას რასაც შენაკეთებ, რამაც შენ ეს დისკომფორტი ესე იგი მოგცა, ეს ფიზიკურად იყო თუ სულიერმა შენმა მდგომარეობამ, გამართლებულია ყველაფერი ამისი გაკეთება. თუმცა კი ისტორია სხვა აქვს ამას, მაგრამ ზოგადად მართლმადიდებლობის ზეიმს სულიერად ეს მნიშვნელობაც აქვს, მინდა გითხრათ, რომ გამართლებულია ჩვენი მოღვაწეობა, ტყუილად არ ვშრომობთ. ფუჭი არ არის ჩვენი არც მარხვა და არც თავშეკავება, იმიტომ რომ ფუჭი იქნებოდა იმისთვის, ვისაც არ ქვია მართლმადიდებელი. ნახეთ, კარგად დააკვირდით სიტყვას, არა მართალი სარწმუნოების მქონებელი, მართალ სარწმუნოებად ეს ეძახიან მუსულმანები მართლმორწმუნეები ვართ. მაგრამ ნახეთ, მართლმადიდებლობაში მართლმორწმუნეობა აუცილებლად შედის, მაგრამ მართლმორწმუნეობაში მართლმადიდებლობა არ შედის. იმიტომ რომ შენ შეიძლება იყო მორწმუნე, მაგრამ არასწორად ადიდებდე ღმერთს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისტორია ასეთი გახდა, რომ გაჩნდა ხატმებრძოლეობის ერესი, რომ თითქოს და ხატების თაყვანისცემა აღიქმნებოდა როგორც კერპთაყვანისცემა. ეს გახლავთ დასაწყისი მე-6 საუკუნიდან დაიწყო ამაზე ლაპარაკი, მე-7 საუკუნეში მთელი 100 წელიწადი მიმდინარეობდა, მინდა გითხრათ, ეს ერესის ბრძოლა და მიზანი რა იყო იმის თქმა მინდა, რომ გაჩნდა ეს ერესი და როდესაც საბოლოოდ შეიკრიბა კრება და ამ კრებაზე დამტკიცდა, რომ ხატთა თაყვანისცემა არ არის კერპსახურება და ეს არის მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიცია და არაფერად არ ეწინააღმდეგება ჩვენს ჯულს, ამის შემდგომ დააწესეს სწორედ ეს ზეიმი მართლმადიდებლობისა, მაგრამ რატომ გაჩნდა ამ ისტორიაზე მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება. რატომ გაჩნდა საერთოდ მოთხოვნა იმისა, რომ ან საერთოდ მსჯელობა ამ თემაზე, რომ ხატს თაყვანი უნდა ვცეთ თუ არ უნდა ვცეთ. თქვენ გაგახსენდებათ დღევანდელი დღეც, ეხლა მე რასაც მოგიყვებით. ეს გახლავთ პერიოდი მე-7 საუკუნისა დასაწყისი, როდესაც მუსულმანობა იყიდებს ფეხს და მუსულმანთა ქადაგება გახდა ძალიან აქტიური
და ძალიან გამრავლდნენ და დადიან, ქადაგებენ და ძალიან ბევრი მიემხრო აი ამ მუსულმანურ სარწმუნოებას. მოილაპარაკა ეკლესიამ მთავრობასთან ერთად, მაშინ იმპერატორი იყო მოგეხსენებათ და მივიდა ეს იმპერატორი ეკლესიასთან და უთხრა რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქრისტიანული ქადაგება. უნდა ვიქადაგოთ და უნდა ვასწავლოთ ამ მუსულმანებსაც რომ ამდენი მუსულმანი არ წავიდეს და რომ რაღაცნაირად ეს ქრისტიანობის სული არ ჩაგდეს. ეკლესია დაეთანხმა რომ ესე უნდა გავაკეთოთ. მაგრამ შენ რომ იქადაგო მუსულმანებთან ერთი პირობა უნდა შეასრულო. არ შეიძლება მათთან მიხვიდე ხატით. იმიტომ რომ მუსულმანური სარწმუნოება გრძალავს ყველანაირ ხატს. ამიტომაც ეკლესიამ თანხმობა მისცა ამაზე, რომ ისინი ხატებით არ იქადაგებდნენ მუსულმანურ სამყაროში. მაგრამ ამან შეიძინა ისეთი განვითარება, რომ არა მარტო მუსულმანურ სამყაროში, არამედ საკუთარ შიდა წიაღშიც კი გადაწყვიტეს, რომ აეგრძალათ ხატები. მაგრამ ხატის აგრძალვა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის რაღაცა ეს ფრესკები, რომლებიც კედლებზეა გამოსახული, რაღაც იმის მოვალეობას ასრულებენ, ესთეტიური სილამაზის გამო გვაქვს გაკეთებული და მეც არაფერს არ ნიშნავს. არ დაიჯეროთ ეს შემოძვირფასებო. ხატმებრძოლეობის ერესი სინამდვილეში რას ნიშნავს, იცით? ხატის თაყვანისცემა თითეული ქრისტიანისთვის უნდა იყოს ასეთი გამოკიდებულება, გამოხატულება. განკაცდა თუ არ განკაცდა ღმერთი. რატო? განკაცებამდე მე მას ვერ დავხატავდი, იმიტომ რომ არ ყავდა ნანახი. მაგრამ განკაცების შემდგომ მე მისი დახატვა შემიძლია, იმიტომ რომ ვნახე. ამიტომაც თუ მე ხატის უარყოფით დავიწყებ, აუცილებლად მივალ განკაცების უარყოფამდე. ამიტომაც ეს იყო ერესი, ეს იყო მწვალებლობა, რომელზედაც პირველივე საუკუნეებიდან მოყოლებული მიდიოდა ბრძოლა, რომ ღმერთის განკაცება რაიმენაირად შეეფუთათ. არიოზი იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი კი განკაცდა, მაგრამ აი უკვე მაგრამ აღარ არის საჭირო. და იქ რაღაცა თავისი ფილოსოფია. ნესტორი ამბობს, კი განკაცდა, მაგრამ თითქოს დაიყოდრო, როდესაც არ იყო არიოზი. ანუ რაღაცნაირად შექმნილად მოიაზრებდა იესო ქრისტეს და არასრულფასოვნად. ეს დოგმატური ძალიან წმინდა საკითხებია, რომელთა ცოდნა ჩვენ გვმართებს და უნდა ვიცოდეთ. სწორედ ეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, იმიტომ რომ მართლმადიდებლობას აქვს აქ მნიშვნელობა, ანუ როგორ ვადიდებთ ჩვენ ღმერთს და არა მართლმორწმუნეობას. იმიტომ რომ მართლმორწმუნეობით და მართლმადიდებლობით უნდა შეიქმნას სწორედ ახალი კაცი და ახალი ადამიანი და არა იმით, რომ როგორც პავლე მოციქულმა თქვა, რომ რა მნიშვნელობა აქვს წინა დაცვეთილია თუ დაუცვეთელი, ანუ მონათლული თუ მოუნათლავი. ახალი ადამიანის შექმნაზე ვლაპარაკობ. ამიტომაც კვლავ დაუბრუნდეთ ამ ისტორიას. როგორც კი ამ კომპრომისს უშვებს ეკლესია და მთავრობასთან ამაზე მოლაპარაკებაში მიდის, თქვენ ნახეთ რა ხდება, როგორ ვითარდება მოვლენები. აი ამ კომპრომისის შედეგად გამოაცხადეს ბრძოლა ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ხატებს ცემდა თაყვანს. ამის გამო ერთ მაგალითს დავასახელებ, მეტი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ბევრი შემიძლია ესეთი თქვა. მაქსიმე აღსარებელი, რომელიც საქართველოში გადმოასახლეს, იცით რა გაუკეთეს მას? რომ ვერ ელაპარაკა ენა მოკვეთეს და რომ ვერ დაეწერა მარჯვენა. ხელიც მოკვეთეს და ენაც მოკვეთეს. სანამდე მივიდა ეკლესია, ხვდებით, როგორც კი დაუშვა ეს კომპრომისი, რომ რაღაცა დოგმატში ცვლილება შეაქვს, არა ისე, როგორც სული წმინდის კარნახით და კრებით იმართება ეკლესია, არამედ როდესაც მთავრობა კარნახობს, როგორ უნდა მოიქცე და როგორ უნდა განახორციელო შენი მისიონერობა, აი აქამდე მიდის ეკლესია, რომ ამართლებს ამ ყველაფერს და მაქსიმე აღსარებელის ხელის მოკვეთასაც კი ამართლებს. არ გაგონდებათ დღევანდელი დღე. გამოდიან სასულიერო პირები და სისხლის ღვრას ამართლებენ. ამართლებენ ბიბლიურად. აქვე გეტყვით, გნებავთ ბიბლიაში როგორ წერია ომი როგორი წარმოება. ომი შეიძლება ბიბლიურად, არ არის ეს ისა თავდაცვითი ომები, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოდიან, მე იცით ვიზე მწყდება გული, შეიძლება ვიღაცას წაკითხული არ კონდეს და არ მწყდება მასზე გული, და არა აქვს წაკითხული და არ ესმის და რაღაცა ურა პატრიოტიზმით ლაპარაკობს. ადამიანს, რომელსაც ახლოს ვიცნობ, ადამიანს, რომელსაც მეგობრობ და ვიცი რომ ზეპირად იცის ბიბლია, გამოდის და სექტანტივით იმ მუხტს რომ კითხულობს, რომელიც მხოლოდ მას აწყობს, ეს გახლავს სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმი კი არა, მართლმადიდებლობის დაცემა იქამდე, რომ შენ შეთანხმებაში ხარ ვიღაცასთან
და კომპრომისს უშვებ და გადააკეთე ბიბლია. ასე წერია ბიბლიაში. თუ ომის გარდაუვალობა გაქვს, ყველანაირად ეცადე მოლაპარაკებით მოაგვარო ეს ომი, რომ იქნება აცდეს სისხლის ზღვრას. ასე წერია მოსეს ჯულში და არა ისე, როგორც გამოვიდა ეს ცნობილი ადამიანი და თქვა, რომ არა, ომი არის გამართლებული, როდესაც ადამიანები რაღაცას ცოდავენ, ის ცოდვა უნდა დაისაჯოს და ჩვენი ხელით უნდა მოხდესო. არ არის ჩემო ძვირფასებო, ეკლესია არ არის ამისთვის მოწოდებული. ეკლესიას არ აქვს ამისი უფლება და როცა ეს ეკლესიამ დაარღვია ეს კანონი და როდესაც ეკლესიამ თავის თავზე აიღო მსგავსი ტვირთი, შედეგი ჩვენ ვნახეთ რაც იყო. მოკვეთილი ხელი მაქსიმე აღსარებელისა, ამოგძრობილი ენა მაქსიმე აღსარებელისა, თუმცა კი გამარჯვება მართლმადიდებლობისა მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებით დადასტურებული და დღევანდელი დღე, რომელსაც ქვია ზეიმი მართლმადიდებლობისა. სწორედ ამიტომ ქვია, რომ კი მოკვეთეს იმას ხელი, მაგრამ გაიმარჯვა მაინც მაქსიმე აღსარებელმა, კი არა, მოძღვრებამ, ჭეშმარიტმა მოძღვრებამ, რომელსაც ის ქადაგებდა და რომელსაც ის ემხრობოდა. ამიტომაც შეთანხმება მთავრობასთან, წასვლა კომპრომისზე, იმის გამო, რომ შენ ესე ან სახელმწიფოებრიობას, ან პოლიტიკას, ან რამენ სხვა ნებისმიერ რამეს აწყობდეს, მიგიყვანს ყველა შემთხვევაში აი ამ დარღვევამდე, რომ შენ ბიბლიის გადაკეთებასაც კი დაიწყებ, ან გადაკეთებას თუ არა, მხოლოდ იმ მუხლებს წაუკითხავ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვს სრულად გაცნობიერებული სრულ კონტექსტს არ იცნობენ ბიბლიისას და ამოგლეჯილად წაუკითხავ ერთ თავს და საოცარი რამე თქვა კიდე, რომ სრულად ვიცავ თუ ამ იმასო რაც არისო ბიბლიაში დაწერილი, იქ რო ჩადიან ტყვეებს როგორ იყვანენ რა. იცით, აი მეცინად გამცინებოდა თუ ავტირებოდა არ მეტი რა არ ვიცოდი, იმიტომ რომ იქვე წერია როგორი კანონია, იცით, საოცარი ომის შესახებ. ომში არა გაქვს იმ ადამიანის წაყვანის უფლება, ვისაც ცოლი არ მოუყვანია. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის. და მეუბნება რომ სრულად ვიცავთ და თქვენ იქ მეომრები ნანახი ყავთ ვინ არიან და რა არიან? სრულად ვიცავთ. არა აქვთ უფლება წაიყვანონ ისეთი, ვისაც ჯერ სახლი არა უშენებია. ვისაც ცოლი ორსული ყავს, არა აქვთ უფლება ჯულის მიხედვით, სულ რო სამი კაცი დარჩეს ომში წამსვლელი, დანარჩენი ყველა უნდა დარჩეს ამ ჯულის მიხედვით. ამ ჯულს რომ ესე მატენიან თვალებში და მეუბნებიან ამ ჯულის მიხედვით ვაწარმოებ ამ ომსო, ტყუილია ეს ჩემო ძვირფასებო. არ დაიჯეროთ, არ აყვეთ ამ პროვოკაციას, იმიტომ რომ ეს არის სრული დეგრადირება ადამიანისა, რომელიც ცდილობს რომ ბიბლიის ტექსტით მოგვატყუოს ჩვენ. ამიტომაც მართლმადიდებლობის ზეიმიდან იქ რატომ გადავედი? იმიტომ რომ ესეთი პარალელია ზუსტად. სხვა მეტი არ გამახსენდა არაფერი ამ წუთში და ამიტომაც თვითორე ამაზე მართლა არ მიფიქრია, რომ რაღაცნაირად არ მინდოდა დამემძიმებინა ისედაც ძიმე ვითარება ზოგადი. პარალელი ესეთია. შეგახსენებ კვლავ, მოდის მთავრობა და ეკლესიას ეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიქადაგოთ, ოღონდ ხატებით ვერ ვიქადაგებთ, იმიტომ რომ მუსულმანები ამას ვერ მიიღებენ, ეკლესია ამას თანხმდება, შედეგი უკვე ვიცით რაც არის. ხატმებრძოლეობის ერესი, რომელიც ამართლებს ადამიანის წამებასაც კი, აქამდე მივიდა ეკლესია. ეხლა დღევანდელ დღესაც იგივეა სწორედ, რომ თითქოს ეს ომი იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ იქ ვიღაცას გეიპარადიჩად. როდის იყო ეკლესია ებრძოდა ადამიანს? ეკლესია ყოველთვის ებრძვის ცოდვას. როგორ ჩვენ აქ ვდგავართ, ახლა ცოდვილები არ ვართ? მაშინ ჩვენს დასახელწები ვართ. ამ პრინციპის მიხედვით. ხომ არ თავია? გაგვიყვანონ უნდა და სულ არ არის ესე. ჩვენ ვებრძვით ცოდვას და არა ცოდვილს. აი ეს განსხვავება მართლმადიდებლობის ზეიმს რაც შეეხება. ზეიმი ამ მართლმადიდებლობისა, მე მინდა რომ თქვენში შინაგანად იყოს, სიხარულის განცდა გქონდეთ, საკუთარ თავს გუშინ ვამბობდი საღამოთი და კიდევ უნდა გაგიმეოროთ. ისეთი ტვირთი არ აკიდოთ, რომელიც მძიმე იქნება თქვენთვის, რომელსაც ვერ ატარებთ. ეს მართვასაც შეეხება, გასტრონომიულსაც და სულიერსაც. ნუ დაიდებთ იმ სიმძიმეს თქვენს ბეჭებზე, რომლის ტვირთვაც არ შეგიძლია. სიხარული რომ არ მოგაკლეთ, იცით, თუ ამ მარხვამ დაგამწუხრათ და თუ სიცოცხლეა და დეპრესიისკენ წახვედით, ეს არ არის მარხვა ჩემო ძვირფასებო. სიხარულს უნდა გვრიდეს ის, რასაც აკეთებ, ის რომ ზიარებისაკენ ისწრაფვი, ის რომ ამისთვის განსაკუთრებულად ემზადები, ის რომ კი დაგეღალა ფეხები აქ დგომით, მაგრამ აქ მაინც სიხარული გაქვს, იმიტომ რომ
ქრისტეს სისხლსა და ხორცს უნდა მიიახო. ეს არის სწორედ მართლმადიდებლობის ძიება. ეს არის სწორედ რომ მონათლულს და მოუნათლავს კი არა პავლე მოციქულის თანამედროვე თარგმანს ვიმეორებ. კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ ახალ ადამიანს, ახალი ადამიანი უნდა შეიქმნას, ახალი კაცი, რომელიც უნდა განახლდეს, განიძარცვოს, აი გველთან შედარება სიბრძნისა, კიდე ერთი გარდა იმისა, რატომაც ადარებენ, მაცხოვარი რომ ამბობს, რომ იყავით ბრძენი, ვითარცა გველნი, განამარტო იმიტომ, რომ ის რაღაცა ბრძოლის დროს თავს იცავს, რომ თავარია თავი არ დაუზიანდეს. მეორე საოცარი თვისება აქვს, წელიწადში ერთხელ კანს იცნის. სწორედ ამ გაზაფხულზე ხდება ხოლმე ეს, გვიან გაზაფხულზე. ამიტომაც აი ესე უნდა მოხდეს გაძარცვა ყველაფერი ძველისა, იმ ძველისა, რომელიც ჭუჭყის სახით არის, სულიერი ჭუჭყის სახით არის ჩვენში და განახლებული, ახლები ვიბადებოდეთ იმ წიაღში, რომელსაც ქვია ქრისტეს ეკლესიის წიაღი, რომელსაც ქვია უბრწყინვალესი დღესასწაული, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისა და მზადება ყოველივე ამისათვის მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მძიმეა, სულიერ სიხარულს უნდა გვრიდეს და მაშინ გაიგებ ამ დღესასწაულის მნიშვნელობასა და შინაარსს, რომელსაც ქვია ზეიმი მართლმადიდებლობისა. ამინ. გალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე